არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც უზარმაზარი ჩაძირული გემის ფსკერიდან ამოღება გახდება შესაძლებელი. ეს კი ყველაფერს შეცვლის. რა საფრთხეები არსებობს და როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ დიდ პრობლემას? თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც 1996 წლის მცდელობას მოჰყვა, რომლის დროსაც კი ნაღამს სრულად გაანადგურეს ლეგენდარული გემი, ალბათ ეს საქმე არც ისეთი მარტივი შესასრულებელი იქნება. უკვე ხვდებით მგონი, რომ წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. დასაწყისში კი არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ. ეს ჩვენი ახალი არხია, Boom Story, ასე რომ დავიწყოთ. ტიტანიკის ისტორია ალბათ ყველა მიცის, ამიტომაც ამ ისტორიას თავიდან აღარ მოგიყვებით. თუმცა იქამდე სანამ ვისაუბრებთ თანამედროვე მეთოდებზე და გეგმებზე, თუ როგორ აპირებენ მეცნიერები ტიტანიკის ფსკერიდან ამოღებას, ვისაუბროთ თუ რა მეთოდებით ცდილობდნენ წარსულში ამ ოპერაციის განხორციელებას. ტიტანიკის ამოწევის თავდაპირველი მცდელობა უკავშირდება უზარმაზარ წყალქვეშა გემს, რომელსაც მძლავრი ელექტრომაგნიტები ჰქონდა. ასეთი მეთოდი განსაკუთრებით დიდ ტექნიკურ რესურსს მოითხოვდა. გარდა ამისა, ამ ყოველივეს დაგეგმა იყო ძალიან რთული და ხანგრძლივი საქმე. პირველი უმთავრესი პრობლემა ტიტანიკის წონა იყო და შესაბამისად ზომა. ის ხომ თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გიგანტი გემი იყო. ტიტანიკი ოლიმპიკის კლასის სამგზავრო ხომალდი იყო, რომლის სიგრძე 269, ხოლო სიგანე 28 მეტრს აღწევდა. წონა კი დაახლოებით 52,000 ტონა იყო. ასეთი გიგანტი ფსკერიდან რომ ამოსწიო, საჭიროა ძლიერი ტექნიკა, უზარმაზარი მაგნიტები და წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ალბათ ვერ გაუძლებდა წონას. თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას, რომ წყალქვეშ ძალიან დიდი წნევა. წონასთან ერთად უმთავრესი პრობლემა სწორედ წნევა გახდა. ჩაძირული გემი ოკეანის ფსკერზე დაახლოებით 3800 მეტრის სიღრმეზეა. აქ კი ძალიან მაღალია წნევა. რაც უფრო სიღრმეში ჩადიხარ, მით უფრო იზრდება წყლის წნევა, რასაც ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერი რამისთვის. დაახლოებით ყოველი 10 მეტრის შემდეგ, რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, 1 ერთეულით იზრდება წნევა. რადგანაც წყლის ქვედა ფენებს ზემოდან უფრო მეტი და უფრო დიდი რაოდენობის წყალი აწვება. ზღვის დონიდან 500 მეტრის სიღრმეზე დაბლა წნევა იმდენად დიდია, რომ ადამიანები სპეციალური დამცავი აღჭურვილობის გარეშე ვერ უძლებენ. ხოლო იქ, სადაც ტიტანიკი იმყოფება, უდიდესი წნევაა, რასაც შეუძლია ნებისმიერი ტექნიკა წყობრიდან გამოიყვანოს. თუ კი ის არ არის სპეციალურად შექმნილი სიღრმისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად ასეთი პირობებისთვის ქმნიან ზოგიერთ ტექნიკას, ვერც ისინი ვერ უძლებენ ასეთ წნევას. ამის იდეალური მაგალითია ტრაგედია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. 2023 წლის ივნისში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც დაკარგული წყალქვეშა ნავის 5 მგზავრი დაიღუპა. ჩრდილო ატლანტის ოკეანეში 5 დღის განმავლობაში მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ხომალდის ეკიპაჟთან კონტაქტი ჩაყვინთვიდან 2 საათში გაწყდა. 5დღიანი ძებნის შემდეგ ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჩაძირულ ტიტანიკთან ახლოს კანადური ხომალდის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ფრაგმენტები აღმოაჩინა. ეს იყო წყალქვეშა ნავი ტიტანი, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოდ ტიტანმა წყლის წნევას ვერ გაუძლო, შეიკუმშა და ბოლოს ნაწილობად დაიშალა. აი სწორედ ასე ემართება ძლიერი წნევის გამო ფსკერზე ჩასულ ტექნიკას. ამ ვერსიის შემდეგ არ დააყოვნა ახალმა გამოგონებამაც. ბრიტანელმა მეცნიერებმა თქვეს, რომ გემის გარშემო გაეკეთებინათ სპეციალური აუზები, რომელშიც მცირე რაოდენობით წყალი იქნებოდა ჩასხმული და მასში ელექტროდებს გაატარებდნენ. შედეგად, როგორც კი ელექტრულ მუხტებს გაუშვებდნენ, ამ აუზებში წარმოიქმნებოდა ელექტროლიზის პროცესი. აუზები წყალბადით გაივსებოდა და გემს ზემოთ ამოსწევდა. მაგრამ ეს მეთოდი სერიოზულ საფრთხეს შეიცავდა, რადგან შესაძლებელი იყო სერიოზული ელექტრომუხტებით დაზიანება ან უფრო უარესი, შეცდომის შემთხვევაში წყალბადი აფეთქდებოდა და გემს სრულად გაანადგურებდა. მოგვიანებით კალიფორნიის უნივერსიტეტში მეცნიერებმა თქვეს, რომ შესაძლებელი იყო აზოტის გამოყენება და ტიტანი ერთ დიდ აისბერგად ექციათ. შედეგად ყინულ ზედაპირზე ამოტივტივდებოდა. მაგრამ ამ მეთოდის განხორციელების დროსაც დიდი საფრთხე არსებობდა, რომ მთლიანი გემი უბრალოდ დაიმსხვრეოდა გაყინვის გამო. ამიტომაც საბოლოოდ ეს ვერსიაც არასათანადო აღმოჩნდა. გარდა ამისა, გაჟღერდა კიდევ უამრავი ვერსია, რაც საბოლოოდ წარუმატებელი გამოდგებოდა. ასეთი იყო გემის ცვილი დაფარვა ან უამრავი ტენისის ბურთის მიმაგრება და კიდევ 1000 სისულელე. ყველა ვერსია საბოლოოდ მიზანს მაინც ვერ მიაღწევდა, რადგან გემი შუა პროცესში დაზიანდებოდა. შესაძლოა საერთოდ განადგურებულიყო კიდეც. 1996 წლის მცდელობა ყველაზე წარმატებული გამოდგა. ამ სანახაობას 2000-მდე ადამიანი აკვირდებოდა, მათ სპეციალურად იყიდეს ბილეთები, რომ უზარმაზარი გემის ამოწევის პროცესისთვის ედევნებინათ თვალი. ამ ყველაფერს კი ისინი სხვა გემიდან უყურებდნენ.
ყველაფრის ორგანიზება ერთმა კომერციულმა კომპანიამ მოაწყო. ტიტანიკს ჩაუბეს უამრავი ფოლადის თოკი და სპეციალური დიზელის ძრავებით დაიწყეს მისი ამოწევა, მაგრამ შუაგზაში თოკები გაწყდა და ტიტანიკი ისევ ჩაეშვა ფსკერზე. ამ მცდელობისას გემი საკმაოდ დაზიანდა. მეცნიერების თქმით, უახლოეს 20 წელიწადში ის უბრალოდ სრულად დაიშლება და შეუძლებელი გახდება მისი ამოღება. ჩვენს დროში კი ამოწევის პროცესში მას უამრავი დეტალი მოტყდება. გასულ წელს აქტიურად ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები ამ საქმეში. კომპანიები ცდილობდნენ შეემუშავებინათ გეგმა, რომ როგორღაც ამოეწიათ ზემოთ უზარმაზარი ხომალდი. ერთ-ერთი ამ პროექტის ნაწილი სწორედ წყალქვეშა გემით მისი დათვალიერება იყო. სწორედ ამის გამო დაიწყო ზემოხსენებული მოგზაურობა, რომლის დროსაც 5 ადამიანი ფსკერზე გარდაიცვალა. წყალქვეშა გემი ტიტანის სწრაფად აფეთქდა და დახოცა ეკიპაჟის წევრები, რომ მათ ვერც მოასწრეს გააზრება იმის, რომ რამეს ტკიოდათ ან შესაძლოა, რომ ეტკინებოდათ. ამ შემთხვევის შემდეგ უფრო მეტად დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ დრო იყო ეს წყალქვეშა სამარხი ზემოთ ამოეწიათ, რადგან უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტიტანიკმა. ბოლო წლებში ტიტანიკიდან დაახლოებით 55,000 ნივთი და დეტალი იქნა ამოღებული. მეცნიერები აქტიურად სწავლობენ ამ საკითხს დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკი 1912 წელს ჩაიძირა. ზემოთ ვისაუბრეთ მეთოდებზე, თუ როგორ ცდილობდნენ წარსულში ტიტანიკის ამოწევას ოკეანის ფსკერიდან. თუმცა, ყველა ვერსია თუ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ყოველივე მათგანი დააზიანებდა გემს. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლებელი გახდება გემი დაუზიანებლად ამოიღონ ფსკერიდან. მეცნიერებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის ფარგლებშიც ფსკერზე ტიტანიკის გარშემო გააკეთებენ უზარმაზარ გუმბათს, რომელიც სრულად დაფარავს გემს. შემდეგ იქიდან გამოდევნიან წყალს და დატოვებენ სივრცეს სამუშაოდ. მოხდება ლითონის კონსტრუქციის გაკეთება, რაც გაამაგრებს მთლიან კორპუსს და საბოლოოდ სპეციალური ძრავებით ამოსწევენ ტიტანიკს. ეს გეგმა მეცნიერების აზრით ყველაზე ლოგიკურია და თავისი შანსებიც აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ამ გეგმასაც აქვს წუნი. მთავარი პრობლემა აქ ხარჯია. გამოთვლების თანახმად დაახლოებით 100 მილიონი დოლარია საჭირო, მხოლოდ გუმბათის შესაქმნელად. და საბოლოოდ ეს გეგმა ან გაამართლებს ან არა და ეს ხარჯი უბრალოდ ჰაერში იქნება გადახდილი. ამ ყოველივეს განხორციელება იგეგმება უკვე 2024-ში. ამბობენ, რომ 2024-25 წლებში დაიწყება სამუშაოები და მოსამზადებელი პერიოდი. საქმე კი წესით 2028 წლამდე უნდა დასრულდეს. რადგანაც 2035 წლის შემდეგ გემი ისედაც განადგურდება თავისით, რადგან კოროზიის გამო იქ უკვე ნახევრად აღარ არსებობს დეტალები. ასეთი ახალი გეგმა. ვნახოთ თუ რა მოხდება შემდგომში. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მეცნიერები გემის ზედაპირზე ამოყვანას. ყველაფერს კი რა თქმა უნდა დრო გვიჩვენებს. რა ეტაპზეა სამუშაოები? რას უნდა ველოდეთ 2025 წელს? ტიტანიკი 2-ის პროექტით არაერთი მილიარდერი ყოფილა შეპყრობილი, თუმცა ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით დიდი ინტერესით მიუდგა ამ საკითხს. ტიტანიკი 2-ის პროექტი, რომელსაც ავსტრალიელი მილიარდერი კლავი პალმერი ხელმძღვანელობს, მიზნად ისახავს ორიგინალი ტიტანიკის თანამედროვე ასლის აშენებას. 2012 წელს გამოცხადებულ ინიციატივა მრავალ სირთულეს წააწყდა, თუმცა პირველი რეისი ახლა 2027 წლისთვის იგეგმება. გეგმის მიხედვით ის მაქსიმალურად უნდა მიესადაგოს ორიგინალ ტიტანიკის არქიტექტურას და ინტერიერს. შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა დიდი კიბე, სასადილო დარბაზები და თურქული აბანოები. თუმცა იგი გააერთიანებს თანამედროვე უსაფრთხოების ზომებს, ნავიგაციის სისტემას და განახლებულ სამაშველო ნავებს, რათა ის შეესაბამებოდეს დღევანდელ საზღვაო რეგულაციებს. მაგრამ ამ პროექტის განხორციელება არც ისე მარტივია. ალბათ ხვდებით, თუ რამდენად გრანდიოზულია პროექტი. სანამ დეტალებზე გადავალთ, მოდით შევიხსენოთ, თუ რა მოხდა 1912 წელს. 1912 წლის 10 აპრილს ის ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდან გავიდა და ნიუ-იორკისკენ გაემართა. 14 აპრილს ღამით ჩრდილო ატლანტიკის ოკეანეში გემი აისბერგს შეეჯახა. აისბერგის ხომალდის მარჯვენა მხარესთან შეჯახებისას მეტალის ფირფიტებს შორის ნაპრალი წარმოიქმნა და გემში წყლის შესვლა დაიწყო. გემი ჩაიძირა 2 საათსა და 40 წუთში. საინტერესოა ფაქტი, რომ ის იმ დროს არსებული სტანდარტებითაც კი არ იყო საკმარისი სამაშველო ნავებით აღჭურვილი. ჩაძირვისას 2200-ზე მეტი მგზავრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა. ტიტანიკის ტრაგედია ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საზღვაო კატასტროფა და მას შემდეგ გაკვეთილად იქცა უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებისთვის საზღვაო მოგზაურობებში. თანამედროვე მეცნიერებს სწამდათ, რომ შეძლებდნენ ტიტანიკის ფსკერიდან ამოღებას და ამისთვის ძალისხმევასაც არიშურებდნენ. ტიტანიკის ამოწევის თავდაპირველი მცდელობა უკავშირდება უზარმაზარ წყალქვეშა გემს, რომელსაც მძლავრი ელექტრომაგნიტები ჰქონდა. ასეთი მეთოდი განსაკუთრებით დიდ ტექნიკურ რესურსს მოითხოვდა. გარდა ამისა, ამ ყოველივეს დაგეგმა იყო ძალიან რთული და ხანგრძლივი საქმე. პირველი უმთავრესი პრობლემა ტიტანიკის წონა იყო და შესაბამისად ზომა. ის ხომ თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გიგანტი გემი იყო. ტიტანიკი ოლიმპიკის კლასის სამგზავრო ხომალდი იყო, რომლის სიგრძე
ფსკერზე 269, ხოლო სიგანე 28 მეტრს აღწევდა. წონა კი დაახლოებით 52,000 ტონა იყო. ასეთი გიგანტი ფსკერიდან რომ ამოსწიოს საჭიროა ძლიერი ტექნიკა, უზარმაზარი მაგნიტები და წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ალბათ ვერ გაუძლებდა წონას, თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას, რომ წყალქვეშ ძალიან დიდი წნევა. წონასთან ერთად უმთავრესი პრობლემა სწორედ წნევა გახდა. ჩაძირული გემი ოკეანის ფსკერზე დაახლოებით 3800 მეტრის სიღრმეზეა. აქ კი ძალიან მაღალია წნევა. რაც უფრო სიღრმეში ჩადიხარ, მით უფრო იზრდება წყლის წნევა, რასაც ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერი რამისთვის. დაახლოებით ყოველი 10 მეტრის შემდეგ, რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, 1 ერთეულით იზრდება წნევა. რადგანაც წყლის ქვედა ფენებს ზემოდან უფრო მეტი და უფრო დიდი რაოდენობის წყალი აწვება. ზღვის დონიდან 500 მეტრის სიღრმეზე დაბლა წნევა იმდენად დიდია, რომ ადამიანები სპეციალური დამცავი აღჭურვილობის გარეშე ვერ უძლებენ, ხოლო იქ სადაც ტიტანიკი იმყოფება უდიდესი წნევაა, რასაც შეუძლია ნებისმიერი ტექნიკა წყობრიდან გამოიყვანოს, თუ კი ის არ არის სპეციალურად შექმნილი სიღრმისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად ასეთი პირობებისთვის ქმნიან ზოგიერთ ტექნიკას, ვერც ისინი ვერ უძლებენ ასეთ წნევას. ამის იდეალური მაგალითია ტრაგედია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. 2023 წლის ივნისში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც დაკარგული წყალქვეშა ნავის 5 მგზავრი დაიღუპა. ჩრდილო ატლანტის ოკეანეში 5 დღის განმავლობაში მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ხომალდის ეკიპაჟთან კონტაქტი ჩაყვინთვიდან 2 საათში გაწყდა. 5დღიანი ძებნის შემდეგ ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჩაძირულ ტიტანიკთან ახლოს კანადური ხომალდის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ფრაგმენტები აღმოაჩინა. ეს იყო წყალქვეშა ნავი ტიტანი, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოდ ტიტანმა წყლის წნევას ვერ გაუძლო, შეიკუმშა და ბოლოს ნაწილობად დაიშალა. აი სწორედ ასე ემართება ძლიერი წნევის გამო ფსკერზე ჩასულ ტექნიკას. ამ ვერსიის შემდეგ არ დააყოვნა ახალმა გამოგონებამაც. ბრიტანელმა მეცნიერებმა თქვეს, რომ გემის გარშემო გაეკეთებინათ სპეციალური აუზები, რომელშიც მცირე რაოდენობით წყალი იქნებოდა ჩასხმული და მასში ელექტროდებს გაატარებდნენ. შედეგად, როგორც კი ელექტრულ მუხტებს გაუშვებდნენ, ამ აუზებში წარმოიქმნებოდა ელექტროლიზის პროცესი. აუზები წყალბადით გაივსებოდა და გემს ზემოთ ამოსწევდა. მაგრამ ეს მეთოდი სერიოზულ საფრთხეს შეიცავდა, რადგან შესაძლებელი იყო სერიოზული ელექტრომუხტებით დაზიანება ან უფრო უარესი, შეცდომის შემთხვევაში წყალბადი აფეთქდებოდა და გემს სრულად გაანადგურებდა. გარდა ამისა, გაჟღერდა კიდევ უამრავი ვერსია, რაც საბოლოოდ წარუმატებელი გამოდგებოდა. ასეთი იყო გემის ცვილი დაფარვა ან უამრავი ტენისის ბურთის მიმაგრება და კიდევ 1000 სისულელე. თანამედროვე ტიტანიკი იქნება დაახლოებით 269 მეტრის სიგრძის და 32 მეტრის სიგანის, ჯამური ტვირთამწეობით დაახლოებით 56000 ტონა. მას შეიძლება 2400-მდე მგზავრის და 900-მდე ეკიპაჟის განთავსება 9 გემბანზე. პროექტის სავარაუდო ღირებულობა 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. გამოწვევებში შედის შესაფერისი მშენებლობის ადგილის პოვნა, თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ისტორიული სიზუსტის შენარჩუნებით და ფინანსურ-ლოჯისტიკური სირთულეების გადალახვა. მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, პალმერი მტკიცედ რჩება პროექტთან, რომლის მშენებლობაც სავარაუდოდ 2025 წელს დაიწყება. ტიტანიკი 2 თავის პირველ რეისზე გაიმეორებს თავდაპირველი ტიტანიკის მარშრუტს საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკამდე. მომავალში ის ასევე განიხილავს გლობალურ მოგზაურობებს, რაც მგზავრებს შესთავაზებს მე-20 საუკუნის დასაწყისის ტრანსატლანტიკური მოგზაურობის გამოცდილებას თანამედროვე კომფორტისა და უსაფრთხოების პირობებში. მიუხედავად სკეპტიციზმისა და დაგვიანებებისა, ბოლო პერიოდში პროექტი პროგრესს აჩვენებს, რაც მიუთითებს ამ ამბიციური ჩანაფიქრის განხორციელებისკენ მიმართულ მცდელობებზე. პალმერმა აღნიშნა, რომ მშენებლობის ტენდერები ივნისში გამოცხადდება და კონტრაქტები დეკემბერში გაფორმდება, ხოლო გემის გასვლის თარიღად 2027 წლის ივნისი სახელდება. ტიტანიკი 2 მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის დიზელ ელექტრომოძრაობის სისტემას, რომელიც ჩაანაცვლებს ტიტანიკის ქვანახშირით მომუშავე ქვაბებსა და ორთქლის ძრავებს. ეს განახლება ხელს შეუწყობს საწვავის უფრო ეფექტურ მოხმარებას და გაათავისუფლებს სივრცეს, რომელიც ადრე მასიური ქვაბების ოთახებს ეკავა, რაც მეტი ფუნქციების და უსაფრთხოების ელემენტების დამატების საშუალებას მისცემს. გემი ასევე მოიცავს ახალ უსაფრთხოების გემბანს, რომელიც განთავსდება C და D გემბანებს შორის. აქ განთავსდება თანამედროვე დახურული სამაშველო ნავები, რომლებიც საკმარისი იქნება ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრისთვის. ეს სიახლე მოაგვარებს ძველი ტიტანიკის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ნაკლოვანებას, რაც სამაშველო ნავების არასაკმარის რაოდენობას ეხებოდა. პალმერის ჩანაფიქრის ცდება უბრალოდ ორიგინალის გამეორებას. იგი გეგმავს ტიტანიკი 2-ისთვის კულტურული ელემენტების დამატება, რაც ორიგინალი ტიტანიკის მგზავრების მემკვიდრეობას ასახავს.
მაგალითად, გემი მოიცავს ირლანდიურ ცეკვებსა და ტრადიციულ მუსიკას, რაც მესამე კლასის ავთენტურ გამოცდილებას გააცოცხლებს. ამასთან, პროექტს აკრიტიკებდნენ და სკეპტიკურადაც უყურებენ, განსაკუთრებით მისი განხორციელების შესაძლებლობას იმ ეთიკური საკითხების გამო, რაც ტრაგედიასთან დაკავშირებული გემის გამეორებას ეხება. მიუხედავად ამისა, პალმერი რჩება მტკიცე პოზიციას და ხედავს ამ ჩანაფიქრს, როგორც ორიგინალი ტიტანიკის და მისი მგზავრების ღირსების პატივისცემის გამოხატვის მთავარ საშუალებას. საბოლოოდ ტიტანიკი 2-ის პროექტი წარმოადგენს ისტორიული ტრადიციებისა და თანამედროვე ინჟინერიის გაბედულ შერწყმას. მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, მათ შორის ფინანსური, ლოჯისტიკური და ეთიკური ფაქტორებისა, პროექტის პროგრესი მიანიშნებს ამ უნიკალური ხედვის განხორციელების სერიოზულ მცდელობებზე. წარმატების შემთხვევაში ტიტანიკი 2 მგზავრებს შესთავაზებს მე-20 საუკუნის დასაწყისის ფუფუნებისა და თანამედროვე საზღვაო უსაფრთხოების უნიკალურ კომბინაციას, იმავე მარშრუტით, რომლითაც მისი წინაპარი 1 საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაემართა. ტიტანიკზე იყო კიდევ ერთი კაცი სახელად ჩარლზ ჯოკენი, ბრიტანელი მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც ერთი არც თუ ისე გამორჩეული ჰობი ჰქონდა. მას დალევა უყვარდა, ისევე როგორც სხვა უამრავ ბრიტანელს. ჩარლზ ჯოკენი არ იყო ცნობილი ადამიანი. ის არც მდიდარი იყო და არც ცნობილი მოგზაური. უბრალოდ მცხოვრები იყო, რიგითი მეზღვაური, რომელიც თავისი პროფესიის ერთგული იყო და თავის საქმეს მუდამ პატიოსნად ასრულებდა. თუმცა 1912 წლის 15 აპრილს მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე დაუჯერებელ გადარჩენის ისტორიად იქცა. ეს ის ღამეა, როცა ტიტანიკი ჩაიძირა. ჩარლზი ინგლისში ლივერპულში იყო დაბადებული. წლების განმავლობაში სხვადასხვა გემზე მუშაობდა, სანამ ტიტანიკზე არ მიიღეს. 33 წლის ასაკში უკვე ტიტანიკის მთავარი მცხოვრებელი გახდა და მის დაქვემდებარებაში 13 კაცი მუშაობდა. მას ევალებოდა პურის ნამცხრობისა და სხვადასხვა ცომეულის მომზადება პირველი კლასის მგზავრებისთვის. ანუ მათთვის, ვინც ამ გემზე ყველაზე დიდი ფული გადაიხადა. 1912 წლის აპრილში ტიტანიკი ატლანტის ოკეანეში თავის პირველ და უკანასკნელ მოგზაურობას ახორციელებდა. ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, სანამ ღამით 14 აპრილს აისბერგი არ გამოჩნდა. გემის კორპუსმა ძლიერი დარტყმა მიიღო და მალე შიგნით წყალი შევარდა. ჯოკენმა სწორედ ამ დროს გაიღვიძა. თავდაპირველად სერიოზულად არ მიუღია სიტუაცია, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ გემი ნამდვილად იძრებოდა, საქმეში ჩაერთო. ის არაფერი აქებულა. მისმა გუნდმა რამდენიმე ტომარა პური აიღო და ისინი სამაშველო ნავში განათავსეს, რომ მგზავრებს გზაში საკვები ჰქონოდათ, ვინც გადარჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ მიუღია ნავში ადგილი, ის აგრძელებდა დახმარებას. სხვა მეზღვაურებს ეხმარებოდა ქალების და ბავშვების ნავებში გადაყვანაში. როდესაც მიხვდა, რომ უკვე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი და გემი იძრებოდა, ის დაბრუნდა თავის კაიუტაში და საოცარია, საკმაოდ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი დალია. სავარაუდოდ რომი. მისივე თქმით, ეს მას დამშვიდებაში დაეხმარა. შემდეგ უკვე გემბანზე ავიდა და ტიტანიკის ბოლო წამებს შეესწრო. როდესაც გემი უკვე თითქმის ვერტიკალურად იდგა და წინა ნაწილი მთლიანად ჩაძირული იყო, ჩარლზი დაიძრა უკანა ნაწილისკენ. იქ, სადაც წყალში გადახტომის შანსი მეტნაკლებად უსაფრთხო ჩანდა. მრავალი მეზღვაური და მგზავრი, ვინც წყალში გადახტა, რამდენიმე წუთში დაიღუპა, რადგანაც წყლის ტემპერატურა 0 გრადუს ქვემოთ იყო. მაგრამ ჯოკენი როგორც თავადყვებოდა, უბრალოდ დაეშვა წყალში და დაიწყო ტივტივით გადაადგილება. რამდენიმე საათის განმავლობაში ის ღია ოკეანეში იმყოფებოდა. სხეული პრაქტიკულად გაჟღენთილი ჰქონდა ალკოჰოლით. მისი თქმით, არასდროს განუცდია პანიკა, უბრალოდ მოძრაობდა, ფეხებს იქნევდა და ცდილობდა, რომ არ გაყინულიყო. საოცარია, ჯოკენს არ განუცდია ჰიპოთერმია, არც გონება დაუკარგავს. ბოლოს, როცა გადარჩენილების ნავმა შენიშნა, ის წყალში ხელებით იკავებდა თავს და კიდევ აგრძელებდა ცურვას. მის ამოყვანას დიდი დრო არ დასჭირვებია. ექიმები გაოცებულები იყვნენ. სხვა ადამიანები ბევრად უფრო ნაკლებ დროში სრულად გაიყინენ. როდესაც წყლიდან ამოიყვანეს, ის კვლავ გამოირჩეოდა თავისი იუმორით, იცინოდა და ხალისიანად იყო. მხოლოდ ფეხების მცირედი გაყინვა ჰქონდა. შემდეგ წლებში ჩარლზ ჯოკენმა ისევ გააგრძელა გემზე მუშაობა. მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომშიც და სხვა გემებზეც მუშაობდა. ბოლოს კი ამერიკაში დასახლდა. ის გარდაიცვალა 1956 წელს 78 წლის ასაკში. მისი ისტორია ხშირად მოიხსენიება როგორც ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და გაუგებარი გადარჩენის მაგალითი. ზოგი ფიქრობს, რომ სწორედ ალკოჰოლმა გადაარჩინა. სხვები თვლიან, რომ უბრალოდ გამონაკლისად გამძლე ორგანიზმი ჰქონდა. და ზოგიც ამბობს, რომ ეს იყო მისი სიმშვიდე, უშიშარი ხასიათი და მუდმივი მოქმედება, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჩარლზ ჯოკენი გახდა ადამიანი, ვინც სიკვდილს ღიმილით შეხვდა. მის გარშემო ყველაფერი ინგრეოდა, ის კი წყალში მშვიდად ტივტივებდა და ბოლოს სიცოცხლეც კი შეინარჩუნა. თუ მოგეწონა ეს საინტერესო ისტორია, მაშინ აუცილებლად გამოიწერე ეს არხი და დაალაიქე ვიდეო.